ჰელსინკის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები ახლად შექმნილი კამერების საშუალებით ადრეულ სტადიაზე კანის კიბოს შემთხვევების დადგენის სიზუსტეს სწავლობენ, რაც ამჟამად არსებული ყოველდღიური ტექნოლოგიებით შეუძლებელია. მეცნიერების განცხადებით კამერა საკმაოდ მჩატეა, რომელსაც კანის საეჭვო მონაკვეთების სპექტრული გამოსახულებების გადაღება წამებში შეუძლია. ასევე კამერა ჯანსაღი და დაავადებული კანის დიფერენცირების საშუალებასაც იძლევა. ექიმი ნორა პერტუს განცხადებით კანის დაზიანებების დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. არსებობს ისეთი კერები, რომელიც კლინიკურ დონეზე არ ფიქსირდება. სწორედ ამ შემთხვევების დროს საჭიროა ჰიპერსპექტრული გამოსახულებების გადაღება. ჩვენ გვსურს ყველა მსგავსი კერის დაფიქსირება, მანამდე სანამ მკურნალობას დავიწყებთ. მკურნალობის შემდეგ კი ამ ქსოვილების შედარებას ვახდენთ. კამერა სამგანზომილებიანი გამოსახულების გენერირებას ახდენს. გამოსახულებაში კანის ქსოვილის ყველა შრე კარგად ჩანს. გამოსახულებების შემდეგ კომპიუტერში გადაიტანება, სადაც ხდება საბოლოოდ დაავადებული კანის ზუსტი ადგილის და ზომის განსაზღვრა. კამერა ფინეთის ტექნიკურ კვლევათა ინსტიტუტში შეიქმნა. კვლევები მათი საშუალებით ფინეთის რამდენიმე კლინიკაში ერთდროულად მიმდინარეობს. ილკა პოლონენი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტია. მისი განცხადებით, ეს აპარატურა არის ტექნოლოგიურად დახვეწილი ციფრული კამერა. ჰიპერსპექტრული კამერა ძალიან გავს ჩვეულებრივ კამერას, თუმცა ეს უკანასკნელი ერთი გადაღებით სამძირითად სხივს, წითელს, მწვანეს და ლურჯს აფიქსირებს. რაც შეეხება ჰიპერსპექტრულ კამერას, ის უფრო მოკლე ტალღებს იჭერს, რომლებიც 500 მმ-დან 850 ნანომეტრამდე მერყეობს. მეცნიერების აზრით, ახალი დიაგნოსტიკური კამერა მანამდე არსებულ ტექნოლოგიებზე უფრო მეტად დახვეწილია. მისი უპირატესობა ეგრეთ წოდებულ რამანის სპექტროსკოპში მდგომარეობს, რომელშიც კანის სინჯი ლაზერული სხივით ირეკლება. კამერის ობიექტივში 12 კვადრატული სანტიმეტრის ფართობი ხვდება, რაც კანის კიბოს ქსოვილების დიდი სისწრაფით და სიზუსტით გამოვლენის საშუალებას იძლევა. ასევე კამერა ადრეულ სტადიაზე მყოფი დაავადებული კერების აღმოჩენასაც უწყობს ხელს. გამოსახულებების დაფიქსირების პროცესი პოტენციურად ამცირებს კიბოს შემთხვევების მობრუნების შესაძლებლობასაც, რაც იმით არის განპირობებული, რომ ქირურგიული ოპერაციების დროს დაზიანებული ქსოვილის სრულად ამოკვეთა ხდება. თუ კლინიკური კვლევების წარმატება დამტკიცდება, 10 წელიწადში კამერების მასობრივი პროდუქცია ძალაში შევა. ლიკა გორგილაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.